ამაღლებული განწყობით, ლამაზი სანახაობითა და ხალხმრავლობით გაჯერებული ნიუ-იორკის ქუჩებით ამერიკა შობა ახალ წელს ზეიმობს. კონტრასტების ქვეყანაში ყველაფერს თავისებური ელფერი აქვს. ამნაირ სახეობათა სივრცეში საკუთარი წვლილი ემიგრაციულ ცხოვრებასაც შეაქვს. ეს ბრუკლინია, ნიუ-იორკის ერთ-ერთი გარეუბანი, სადაც ქართული საუბარი, ტრადიცია და სამზარეულო ერთობ პოპულარულია. ფერადკანიანი ახალგაზრდა ამერიკელებიც ქართულ გარეგნობას ადვილად ამჩნევენ და ახალ წელს პირადად გვილოცავენ. Happy New Year, Georgia! ბრუკლინში ქართულ პურსა და ღვინოზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია. საახალწლო დღეებში კი გაორმაგებულია. ქართული პურის საცხობში მისულებს პატარა მასპინძელი სიხარულით გვეგებება და საახალწლო მილოცვასაც გვიზიარებს. მე ვარ ლიზი ლივინგსტონი და ის გიოთავ ყველას ახალ წელს. ღვინის მაღაზიიდან კი საქართველოს აზერბაიჯანელი ძმების სახელით ამერიკიდან მხურვალე საახალწლო მოკითხვას გადასცემენ. Привет, Грузия! От Азербайджана. Поздравляю всех с праздником, с Новым годом. Желаю всем хорошего жизни. საახალწლო შთაბეჭდილებებით თავბრუ დახვეულებს ყველაზე დიდი ემოცია წინ გველოდა. ბრუკლინში მცხოვრები ქართველების თენგო და ნინო შაუთიძეების ოჯახის მასპინძლობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამერიკაში მათ 12 წლიან ცხოვრებას ქართული წესჩვეულებების შენარჩუნებაში ხელი არასდროს შეუშლია. სტუმრების მოსვლამდე ქალბატონი ნინო სამზარეულოში ტრიალებს, ხოლო მამაშულს ბატონ თენგოსა და გიორგის ნაძვის მორთვის პრეროგატივა ერგოთ. მოგვიანებით ამ პროცესს ოჯახის დიასახლისიც ქართული მრავალჟამიერის ფონზე შეუერთდა. მრავალჟამიერს ქართული და ამერიკული საშობაო სიმღერები მოჰყვა. სამშობლოსადმი ნოსტალგიას კი უკვალოდ არც შაუთიძეების ოჯახში ჩაუვლია. ქალბატონი ნინოს დედა შვილისა და შვილიშვილის მონატრებას საქართველოდან თანამედროვე ტექნიკის საშუალებით ცდილობს. ბატონ თენგოს კი დედაზე საუბარი დღემდე უჭირს. ჩემი ქართული ხალხი მინდა დავლოცო, ჩემი მომთმენი ხალხი, გულიანი ხალხი, კეთილი ხალხი მინდა დავლოცო და პირველ რიგში ჩემი დედა მინდა, ჩემი ჭაღარა დედა დავლოცო, 12 წელი არ მინახია. ჩემი ძმები მინდა დავლოცო. მე და ჩემი ბიჭი ვიმღერებთ ერთ გემრიელს სიმღერას, კინოფილმიდან ნინო. დაი სტუმრების მოსვლის დროც დადგა. ქართული სუფრის ტრადიცია არც ამჯერად დაარღვიეს. თამადის არჩევის შემდეგ პირველი სადღეგრძელო უფლის, მშვიდობისა და ოჯახის შეისვა. ქართულ სადღეგრძელოებს სტუმარ მასპინძლის სიმღერა და ლექსი ენაცვლებოდა. თამადის მიერ წარმოთქმულმა ლექსმა კი სიტყვა პატრიოტიზმის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს. დამართლაც ამერიკაში თანამედროვე ქართული ემიგრაციის მცირერიცხოვანი ნაწილი ნიუ-იორკის თვალწარმტაცი ცათამბჯენების ფონზე ახალ წელს ახალი იმედებითა და მომავლის რწმენით ხვდება.
ჩვენც ვერთდებით მათ სურვილს და ამერიკის ხმის ქართული რედაქციის სახელით ახალ წელს გილოცავთ. რუსუდან წერეთელი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.